გამარჯობა, მოგესალმებით გმირდა სამყაროში, მე სამარიდელი ვარ. ჩვენ კი დღეს ამ ვიდეოში უნდა ვისაუბროთ DC-ის კომიქსების იმ გამორჩეულ ნაწილზე, რომელსაც CW-ს ისრის სამყარო ეწოდება. თუ წინაწინადება არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მაინც და მაინც დიდი აზრი გამოიტანოთ მისგან, არ იღელოთ, ყველაფერს აგიხსნით. მაგრამ მანამდე უნდა წარგიდგინოთ რამდენიმე ფრაზა და აქ განმარტო ისინი. პირველი ასეთი ფრაზა გახლავთ გაზიარებული სამყარო. ყველას გვიყვარს ბეტმენი, სუპერმენი, ქალის საოცრება და ასე შემდეგ. ისინი თავდაპირველად სწორედ ცალ-ცალკე სამყაროებში არსებობდნენ. თუმცა დროთა განმავლობაში გამომცემლებმა გააანალიზეს, რომ ბეტმენისა და სუპერმენის ერთიანი თავგადასავლები, რომლებიც ერთ კომიქსში იყო მოქცეული, უფრო კარგად იყიდებოდა, ვიდრე მათი ინდივიდუალური თავგადასავლები. და შესაბამისად, დროთა განმავლობაში ეს პერსონაჟები ერთი სამყაროს ნაწილი გახდნენ. რაც მწერლებს საშუალებას აძლევდა, რომ მათთვის საერთო თავგადასავლები უფრო მარტივად შეექმნა. ასე კი მალევე გაჩნდა ტერმინი გაზიარებული სამყარო, რაც მარტივად თუ ვიტყვით, აღნიშნავს ორი დამოუკიდებელი კომიქსის, ფილმის, წიგნის და თამაშის პერსონაჟების ერთ სამყაროში არსებობას. გაზიარებული სამყაროს ყველაზე ნათელი და ბევრისთვის უსაყვარლესი მაგალითი გახლავთ მარველის კინემატოგრაფიული სამყარო, რომელზეც პრაქტიკულად ყოველ კვირას ვსაუბრობთ. მარველის კინემატოგრაფიული სამყარო ამ წუთისთვის შედგება 20 სხვადასხვა დამოუკიდებელი ფილმისგან, რომლების სიუჟეტები ერთ სამყაროში ვითარდება. ჰალკს ყოველთვის შეუძლია აღმოჩნდეს თორის ფილმში. თორს ყოველთვის შეუძლია დახმარებისთვის დოქტორ სტრეინჯს მიაკითხოს და ასე შემდეგ. სწორედ ეს აქცევს ამ ფილმებს კიდევ უფრო საინტერესოდ და სახალისოდ. თორისა და დოქტორ სტრეინჯის ფილმებს საერთო სამყარო აქვთ, კი, თუმცა ისინი დამოუკიდებელი ფილმები არიან, მაგრამ აი შურისმაძიებლების ფილმები გაზიარებული სამყაროს გვირგვინები არიან. ამ ფილმებში ყველა ეს პერსონაჟი ერთიანდება ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ. აქ კი გვჭირდება კიდევ ერთი ტერმინი, რომელსაც crossover ქვია ინგლისურად, ქართულად კი თანაკვეთა შეგვიძლია უწოდოთ. თუმცა მე გარკვეულ შემთხვევაში ორი ამ ტერმინს გამოვიყენებ. ეს თანაკვეთა შეიძლება ისეთ სერიალებს, ფილმებს ან წიგნებს შორისაც მოხდეს, რომლებიც ერთ განსაზღვრულ სამყაროში არ იმყოფებიან. სწორედ ამ თანაკვეთების შედეგია, რომ შეგვიძლია ვნახოთ დორიან გრეი და კაპიტანი ნემო ერთ ფილმში. ჩემი თუ არ გიჯერათ, თქვენც შეხედეთ. ახლა კი შეგვიძლია დავიწყოთ საუბარი იმ გაზიარებულ სამყაროზე, რომელიც ისრის სამყაროს სახელით არის ცნობილი. ვინაიდან ის არის იყო პირველი სერიალი, საიდანაც დავიწყეთ ამ სამყაროს თავგადასავლების ყურება. თუმცა მე არა, მე პირველად ფლეშს უყურე, მისი პრემიერის დღესვე 2014 წელს. მაშინ ყველას მოსწონდა ფლეში და ვიფიქრე რატომაც არა, მეც უყურებ მეთქი. მაშინ არც კომიქსები მქონდა წაკითხული და არც პრაქტიკულად არაფერი ვიცოდი ამ პერსონაჟზე. თუმცა მეორე სეზონის მოსვლისთანავე უკვე ფლეშის ისტორიკოსად გრძნობდი თავს. Oh my god. Where am I? He's up. გვეხსენებული სერიალი ის არის კი ფლეშამდე 2 წლის ადრე გამოვიდა და უნდა ვაღიარო, რომ ისიც არანაკლებ კარგია. მაგრამ ერთადერთი მიზეზი, რატომაც ფლეშს ვამჯობინებ, ცოტათი ის არის ის გიჟური სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტები, რომლითაც ფლეშია ცნობილი. პრაქტიკულად ბარი თვითონ არის სამეცნიერო ფანტასტიკა, რაღაც წარმოუდგენელი, შეუძლებელი. გარდა იმისა, რომ ამ პერსონაჟს DC-ის კომიქსები აერთიანებს ერთ სამყაროში, ამ სერიალების შექმნის მთავარი ინიციატივა საკაბელო არხ CW-დან მოვიდა. CW ესეთივე არხია, როგორც ვთქვათ, იმედიან რუსთავი 2 საქართველოში, ოღონდ ბევრად უფრო მდიდარი. სწორედ ამ არხმა დაიწყო სერიალი ისრის გადაღება 2012 წელს და შემდეგ მალევე ძალიან საინტერესო რამ მოხდა. ამ სერიალის ერთ-ერთ სერიაში გამოჩნდა პერსონაჟი სახელად ბარი ალენი. ვინც არიცით, ბარი ალენი ასევე ცნობილია როგორც ფლეში. ამას უკვე მივხვდებოდით. რა თქმა უნდა, ეს ფანებს ძალიან მოეწონა და მალევე ფლეშის სერიალის პრემიერად შედგა. ეს ორი სერიალი იყო ერთ სამყაროში, ერთ დედამიწაზე და ორ სხვადასხვა ქალაქში. ფლეში ცხოვრობს ცენტრალ სიტიში, ხოლო ის არის სტარლინგ სიტიში. ამ სერიალებს შორის, ისევე როგორც მარველის ფილმებს შორის, შეიძლება ნებისმიერ წუთს მოხდეს თანაკვეთა. მაგრამ ეს გაზიარებული სამყარო ერთი ნაწილია იმ მრავალი ფაქტისა, რაც ამ სერიალებს საინტერესოდ და ძალიან მაგრად აქცევს. ვერც გონია, რომ ეს სერიალები არ ვარგა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არცე კარგი კოსტუმები აქვთ. და ასე შემდეგ. CW სუპერგმირული სერიალების მთავარი ხიბლი არის ურთიერთობები. როგორ შეიძლება აი ამან იურთიერთოს ფლეშთან და ასე შემდეგ. სწორედ ეს აქცევს ამ სერიალებს ღირსად იმისა, რომ ვუყუროთ. ფლეში ან ის არის, ან თუნდაც ნებისმიერი სხვა CW სუპერგმირული სერიალი არ არის უმაღლესი დონის შედევრი, ერთ-ერთი მათგანი ვერც კი მიედარება თქვათ სამყაროს თამაშებს, მაგრამ მათი მიზანი ეს არ არის. როცა სეზონში 24 სერია გაქვს გადასაღები, ყველა სერია ფიზიკურად ვერ იქნება კარგი. სინამდვილეში სერიების უმეტესობა საუკეთესო შემთხვევაში ნორმალურია, თუმცა ყველა სერიაში არის ერთი ან ორი მომენტი, რომელიც სულ ცოტა ღიმილს მოგგვირთ და მოგანდომებთ, რომ უფრო მეტი ნახოთ. This is colder. და ნუ დამაწყებინებთ საუბარს ბოროტმოქმედებზე. ისინი უბრალოდ დიდებულები არიან.
ყველა მათგანი არა, რა თქმა უნდა, მაგრამ გონი ას ჩავწვდით უკვე ამ მომენტისთვის. ხო მართლა, ის არის და ფლეში ერთადერთი სერიალები არ არიან ამ გაზიარებულ სამყაროში. ასევე იყო კონსტანტინე, რომელიც მალევე შეწყვიტეს, რადგან ბევრი მაყურებელი არ ყავდა. ფლეშს მალევე მოჰყვა ხვალინდელი დღის ლეგენდები. ეს გუნდი CW-ს მიერაა შექმნილი და ისინი კომიქსებში არ არსებობენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სერიალი ამ კონკრეტული გაზიარებული სამყაროს გვირგვინია, როგორც სულისმაძიებელია მარველის კინემატოგრაფიული სამყაროსთვის. ამ სერიალების შემქმნელებმა აიყვანეს რამდენიმე უკვე ცნობილი პერსონაჟი ისრისა და ფლეშის სერიალებიდან და მისცეს მათ თავიანთი საკუთარი სერიალი. აი ასე მივიღეთ ხვალინდელი დღის ლეგენდები. ეს სერიალი ფლეშისა და ისრის პრინციპს მიჰყვება, მაგრამ გაორგამაგებული ენერგიით. თუ თქვათ ხვალინდელი დღის ლეგენდების ერთი სერია კატასტროფულად ცუდი იქნება, მას აუცილებლად მოჰყვება პირველივე ან მეორე სერია, ისეთი სერია, რომელიც ნამდვილად გადაგთქმევინებთ ამ სერიალის ყურების მიტოვებას. ამ მომენტისთვის ჩამოთვლილი სამივე და ტექნიკურად 4-ვე სერიალი ერთ სამყაროში იყრის თავს. აი შემდეგ კი გამოჩნდა სერიალი, რომლის სიუჟეტიც არ ხდება იმ სამყაროში, რომელშიც ფლეში და ისარი არსებობენ. თუ მათი სამყარო პირობითად დედამიწა ერთად მოიხსენიება, სადაც ფლეში და ისარი ცხოვრობენ, სუპერგოგონა დედამიწა 38-დანაა. სუპერგოგონა კი არის პერსონაჟი, რომელიც სუპერმენის მაგივრობას წევს ამ სერიალების სამყაროში. ვინაიდან DC მათ ნებას არ მისცემს გამოიყენონ დიდი პერსონაჟები, მაგალითად ბეტმენი და სუპერმენი, დიდი ხნით. სუპერგოგონას სერიალიც იგივე პრინციპით მოქმედებს, როგორც სხვა CW სუპერგმირული სერიალები. ანუ საპრინც ოპერას დამატებული ბევრისთვის უსაყვარლესი სამყაროს სუპერგმირები. სუპერგოგონას გამოჩენით CW-ს გაზიარებული სამყარო იქცა CW-ს გაზიარებულ მულტისამყაროდ, სადაც მულტი ნიშნავს ბევრს და სამყარო სამყაროს. ახლა პერსონაჟები შეუძლია ემოგზაურონ არა მარტო სხვადასხვა ქალაქებში, არამედ სხვადასხვა პარალელურ სამყაროებში. აი სუპერგოგონას გამოჩენას კიდევ ერთი გასაოცარი რამ მოჰყვა, რაც ცნობილი გახდა როგორც CW-ს დიდი კროსოვერი. აი ამ CW-ს დიდ კროსოვერში ყველა სუპერგმირული სერიალი, ყველა სუპერგმირი ერთიანდება ერთი საერთო მტრის წინააღმდეგ. როგორც მიხვდით, მაგალითი სულისმაძიებლებისგანაა აღებული. პირველად ეს დიდი თანაკვეთა 2016 წელს მოხდა, სადაც 4-ვე ეს სერიალი იქცა ერთ დიდ სერიალად და ერთი კვირის განმავლობაში 4-ვე სერიალის 4 სერია ერთი საერთო სიუჟეტით განვითარდა. ანუ დაახლოებით 4 საათიანი დიდი თანაკვეთა მივიღეთ, სადაც ჩვენი გმირები დაუპირისპირდნენ უცხო პლანეტელებს. ერთი წლის შემდეგ იგივე რამ განმეორდა, ჩვენი გმირები ამჯერად უკვე დაუპირისპირდნენ ნაცისტ სუპერგმირებს. წელს კი როგორც ჩანს ეს ყველაფერი ერთხელ გიждდება. მართალია წელს ლეგენდები არ იქნებიან ამ თანაკვეთის ნაწილები, მაგრამ ჩვენ ვიხილავთ სუპერმენს, კეთილსაც და ბოროტსაც ამ სამივე სერიის განმავლობაში. მონიტორს, რომელიც ძალიან დიდი კომიქსების ამბის წინაპირობას იძლევა და რაც მთავარია, ამ თანაკვეთაში ვიხილავთ You don't believe in Batman? Batman is an urban legend. That's not Batman. No, it is not. შეშლილ ბეტმენს და თუ მის გამოჩენას მაყურებლები დათებითად შეხვდებიან, მომავალი წლიდან ისიც მიიღებს საკუთარ სოლო სერიალს. საბოლოო ჯამში CW-ს აქვს სერიალები, სუპერგმირული სერიალები, რომლებიც არიან ნორმალურები როგორც სერიალები და არიან პირდაპირ ახდენილი ოცნებები კომიქსების მოყვარულთათვის. ეს იყო ამ სერიალების ძალიან მოკლე ისტორია, მაგრამ კი უშუალოდ ამ დიდი თანაკვეთისთვის მომამზადებ ვიდეოს. შემდეგ კი ვნახოთ რა იქნება. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და მალე გნახავთ ყველას. Show them what a real God can do. Elseworlds. The 3-night crossover event starts Sunday, December 9th on the CW.